წყალქვეშა ნავის სიგრძე 184 მეტრს შეადგენს, ხოლო სიგანე 18 მეტრს. რითაც აღემატება აქამდე შექმნილ ყველა აპარატს და აქცევს ყველაზე დიდ ნავად მსოფლიოში. იგი აღჭურვილია რეაქტორით, რომელიც საშუალებას აძლევს იცუროს უხმაუროდ და დიდ ხანს საწვავის გადავსების საჭიროების გარეშე. ნავზე მიმაგრებულია ასევე ბირთვული რეაქტორით აღჭურვილი მინი წყალქვეშა ნავი, რომელიც სავარაუდოდ სადაზვერვო დივერსიული ფუნქციის შემსრულებელი უნდა იყოს. ბელგოროდის მთავარი შეერაღება ეს არის უკვე ზემოთ აღნიშნული პოსეიდონის ტიპის ბირთვულ რეაქტორზე მომუშავე 6 ავტონომიური მართვის სატორპედო დანადგარი, რომელსაც შეუძლია 10,000 კილომეტრის მანძილზე გადაიტანოს ბირთვული ქობინი და დარტყმა მიიტანოს მოწინააღმდეგის სანაპირო ზოლზე. პოსეიდონის ჩაკვეთვის მაქსიმალური სიღრმე 1000 მეტრს შეადგენს და ყველა ამ მახასიათებლის გამო ფაქტობრივად შეუძლებელია მისი აღმოჩენა. ბევრს არ გავაგრძელებ და დეტალებში არ ჩავუღრმავდები, რადგან ძალიან ბევრი რამ ამ ნავის შესახებ ბურუსითაა მოცული, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ უკრაინა რუსეთის ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ბელგოროდმა დატოვა სევეროდონეცკის პორტი და წყალქვეშ გაუჩინარდა, ამან ამერიკელების ღრმა შეშფოთება გამოიწვია, რის შემდეგაც ატლანტიკის ფლოტის საგანგებო რეჟიმზე იყო გადაყვანილი და ნავის ძებნის ოპერაციას ასრულებდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები წარმოადგენს სუპერ სახელმწიფოს მისი ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის განუზომელი მასშტაბებით, რუსეთი მაინც იწოვებს იმ საშუალებას განახორციელოს საპასუხო დამანგრეველი დარტყმა, თუ იგი მიიღებს პირდაპირ იერიშს შეერთებული შტატებისაგან.